შიდა ფრენების მომსახურებაზე ხელშეკრულება აკიარ ჯორჯიასთან 6 თვით გახანგრძლივდა, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, მთავრობა ახალი ტენდერის გამოცხადებასაც გეგმავს, რომელიც დამატებითი მიმართულებების შესრულებასაც გულისხმობს. ირინა მღებრიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ფრენების უწყვეტობა შენარჩუნდეს, სახელმწიფოს მოუწევს ტენდერი აპრილში მაინც გამოაცხადოს. ამავე დროს, როგორც აკიარ ჯორჯიას ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი აღნიშნავს, ამბროლაურის ცნობადობა იზრდება და რეიზი არარეზიდენტების წილი 2025 წელს 10%-მდე გაიზარდა. ირინა მღებრიშვილის თქმით, ტრადიციულად მაღალია უცხოელთა წილი სვანეთის მიმართულებაზე. მესტიის რეისებზე მგზავრთა 60%-ს არარეზიდენტები შეადგენდნენ, ხოლო იანვრის განრიგში სასრიალო სეზონის დაწყებასთან ერთად მათი წილი 75%-მდე გაიზარდა. სვანეთზე მგზავრების ჭრილში 60% არის არარეზიდენტი, 40% არის რეზიდენტი. ეხლა უკვე იანვრის განრიგებში დაახლოებით 75% არარეზიდენტია და დაიწყო უკვე სასრიალო სეზონი სვანეთში. ამბროლაური აი აქაც რაც აღსანიშნავია, რომ არარეზიდენტი მოგზაურები უკვე იჭრებიან სერიოზულად ამ რეისშიც და 2025 წლის ჭრილში დაახლოებით 10% უკვე არარეზიდენტი მოგზაური იყო ამბროლაურზე, რომელთაც წინა წლებში ერთამდეც ვერ მრგვალდებოდა. ეს ძალიან კარგია, ამბროლაურის ცნობადობაც იზრდება. ბათუმი ტრადიციულად 60 არარეზიდენტი, 40% რეზიდენტი. ქუთაისი მესტია 99% არარეზიდენტი მოგზაური ყავს ამ რეისს, 1% მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა. დატვირთვა საშუალო იყო 85%-მდე. ყველა რეისები რო ავიღოთ ერთად დეკემბრის თვეში. იანვარში ახლა ჯერჯერობით 90%-ზე მეტი გვაქვს დატვირთვა ყველა მიმართულებაზე ჯამურად, ამასაც უზრუნველყოფს მესტიის 100%-იანი დატვირთულობა. 2025 წელს დინამიურად აფასებს სასტუმრო Golden Tulip Design თბილისის გენერალური მენეჯერი. ამავე დროს ელენე ოთარაშვილი აღნიშნავს, რომ რაოდენობრივად მზარდი ტურისტული ნაკადები პირდაპირ პროპორციულად შემოსავლებზე გავლენას ვერ ახდენს. მისი ინფორმაციით ტურისტების გეოგრაფია შეცვლილია. გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა ინდოეთიდან, რომლებიც სპეციფიკური მოთხოვნებით გამოირჩევიან და ხარჯებიც მინიმალური აქვთ. ელენე ოთარაშვილი ფიქრობს, რომ თუ კი ინდოეთი პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება, სასურველი იქნებოდა წახალისდეს უფრო მაღალ მხარჯველი ტურისტების შემოყვანა. ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადაპტაცია მოგვეხდინა ასეთი ტიპის სტუმრებისთვის. ზოგიერთმა სასტუმრომ, ჩემმა კოლეგამ, ინდოელი შეფებიც დაიქირავა და ხო, ესეთი მაქსიმალურად მოერგნენ. ჩვენ მენიუში შევიტანეთ რაღაცა გარკვეული ისეთი ცვლილებები, რაც მათ კმაყოფილებას გამოიწვევდა, მაგრამ რო გითხრათ, რომ ამას ესე სიხარულით ვაკეთებთ, არ არის ასე ნამდვილად, იმიტომ რომ ის უნიკალური პროდუქტი, რითიც ჩვენ თავს უნდა ვიწონებდით, თქვა ჩვენი სამზარეულო, ჩვენი ღვინო, ეს უნიკალური პროდუქტი, ეს მათ არ აინტერესებთ. და აი აქ გვაქვს ეს აცდენა, რასაც ვისურვებდი ჩვენი ქვეყნისთვის, არის ის, რომ აი მასობრივი ტურიზმის ხელშეწყობის ნაცვლად ჩვენ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ და განვავითაროთ, რითიც შეგვიძლია ვიყოთ უნიკალურები და ლიდერები სოფლიო რუკაზე. ეს არის ნიშური ტურიზმის მიმართულებები, ღვინის ტურიზმი, კულინარიული ტურიზმი, wellness და სამთო ტურიზმი. ამაში ჩვენ შეგვიძლია კონკურენციაც გავუწიოთ სხვა ესეთ დიდ ქვეყნებს და შეგვიძლია ლიდერებიც გავხდეთ. სასტუმრო Golden Tulip Design თბილისის გენერალური მენეჯერი მიიჩნევს, რომ საქართველოს არა მას ტურიზმზე, არამედ ნიშურ ტურიზმზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რითაც ქვეყანა ტურისტულ რუკაზე კონკურენტუნარიანი იქნება. ელენე ოთარაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა განავითაროს ღვინის ტურიზმი, კულინარიული ტურიზმი, wellness და სამთო ტურიზმი და ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენტუნარიანი იყოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. Golden Tulip Design თბილისის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ მართალია აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მნიშვნელოვანია მეტი ფინანსური რესურსი მიემართოს იქით, რომ სანდო რეპუტაციულ საერთაშორისო მედიაში მეტი ინფორმაცია გაჩნდეს საქართველოზე. შარშან გააკეთა გარკვეული ესეთი მარკეტინგული კამპანიები ევროპის ბაზარზე, თუმცა მე ვფიქრობ, ამისთვის საჭიროა უფრო დიდი ფინანსური რესურსი, იმისათვის, რომ უფრო მეტად მოვიცვათ
ეს სანდო რეპუტაციული საერთაშორისო მედია, ესეთ მედიას ეცნობა სწორედ ის მაღალმხარჯველუნარიანი, განათლებული, სხვანაირი ევროპელი სტუმარი, რომელსაც აინტერესებს ის ავთენტური გამოცდილებები, უფრო მეტად ეძებს რაღაცა განსხვავებულ ქვეყანას და საქართველოს მისთვის საინტერესოა. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება აქტიურად მოხდეს ასეთ ქვეყნებში, ასეთი სანდო მედია არხების საშუალებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკვე ცოტა საშიე მეზობელი ქვეყნები ფაქტობრივად გჯობნიან, აგერ აზერბაიჯანი, სომხეთი ძალიან აქტიურად პოზიციონირებენ. თბილისსა და ქუთაისთან ერთად ავტოსადგური ოკრიბა 2026 წელს მგზავრთა გადაყვანის ცენტრებს ტყიბულში, ზუგდიდსა და ბათუმშიც ააშენებს. როგორც კომპანიის იურისტმა პაატა ყვავაძემ საქმიანი დილის ეთერში განაცხადა, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია ტყიბულში და ის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასრულდება. 2025-ში დავიწყეთ ახალ ლოკაციაზე ავტოსადგურის მშენებლობა. ეს ერთგვარი სატესტო ვერსია იქნება იმ სულისკვეთებისა, რასაც რეგლამენტი ითხოვს ავტოსადგურებისთვის. ვფიქრობთ, რომ ამ წლის მეორე კვარტალამდე მშენებლობა დასრულდება და შესაბამისი ლიცენზია გვექნება. ჩვენი მომავალი გეგმაა ისიც, რომ ჯამურად საქართველოს 5 ქალაქში ვიყოთ წარმოდგენილი. ეს არის თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი და ტყიბული. აქ გვექნება იმ სტანდარტების ავტოსადგურები, რაც მოთხოვნაშია. დღეის მდგომარეობით ოკრიბა ფარავს თბილისს და ქუთაისს, განაცხადა ყვავაძემ. ოკრიბაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა არ გაძვირდება. ავტოსადგურში ამბობენ, რომ გადამზიდავებთან თანამშრომლობის პირობები გადაიხედა, რაც დღეისათვის 15 იანვრიდან მგზავრობის ტარიფების 15%-იან გაიაფებას შეუწყობს ხელს. სახელმწიფო დეპარტამენტი შეაჩერებს საიმიგრაციო ვიზების დამუშავებას 75 ქვეყნიდან, რომელთა მიგრანტებიც ამერიკელი ხალხისგან სოციალურ დახმარებას მიუღებელი ტარიფებით იღებენ. შეზღუდვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები არ უზრუნველყოფს, რომ ახალი იმიგრანტები ამერიკელი ხალხისგან სიმდიდრეს არ მოიპარავენ. ამერიკის შეერთებული შტატები 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით აჩერებს. შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადით ამოქმედდა და უცნობია, როდის მოიხსნება. საიმიგრაციო ვიზა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას აძლევს მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს შეერთებულ შტატებში და ასეთი ვიზით საქართველოს მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ. ამერიკის საელჩო საქართველოში განმარტავს, რომ გაცემული საიმიგრაციო ვიზები არ გაუქმებულა, ამავე დროს პაუზა არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს ისეთ ქვეყანაში წარადგენენ, რომელიც სიაში არ არის. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვიზის აპლიკანტებს შეუძლიათ გასაუბრებაზე დასწრება, თუმცა დროებითი შეჩერების პერიოდში ვიზები არ გაიცემა. საელჩო ხშირად დასმულ კითხვებზე ასე პასუხობს. რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს. საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა. არსებობს თუ არა გამონაკლისები. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება. ეკნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე. არა, ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით გთხოვთ მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს. ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე? არა, ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია. სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო ბიუროს სტატისტიკის თანახმად 2024 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეებზე სულ 1817 საიმიგრაციო ვიზა გასცა. შედარებისთვის 2023 წელს საიმიგრაციო ვიზების რიცხვი 1397 იყო. 2024 წელს გაცემული საიმიგრაციო ვიზებიდან 418 ვიზა ისეთ პირზე გაიცა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის ოჯახის წევრია. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ 21 იანვრიდან ყველა აპლიკანტმა საფუძვლიანი შემოწმება უნდა გაიაროს, რაც სავალდებულო გასაუბრებას და საჭიროების შემთხვევაში განმეორებით გასაუბრებასაც მოიცავს. იმიტომ რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ამერიკის გადამხდელების ხარჯზე, სწორედ ამიტომ გადამოწდება მათი ჯანმრთელობა, health, რასაც მათი ფინანსური მდგომარეობა და მათი კრიმინალი. ანუ ისინი იყვნენ თუ არა ნასამართლები, თუ იყვნენ რატომ იყვნენ და ასე შემდეგ. საიმიგრაციო ვიზებში შედის მაგალითად
კატეგორია ეს არის, როდესაც საქმრო საცოლე უნდა წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის მოქალაქეს ყავს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მეუღლე მაგალითად, შვილი, დედა, მამა, და-ძმა, ანუ ოჯახის შეერთება. ასევე ამ კატეგორიაში მოიაზრება, როდესაც დასაქმებით გადადიხარ სხვა ქვეყანაში. არასაიმიგრაციო ვიზებთანაც აქ კითხვა იყო E კატეგორია და L კატეგორია, ესეც დასაქმება არის ოღონდ სპეციფიური, რომელიც არასაიმიგრაციო ვიზებში შედის და მათ არ ეხებათ ეს ყველაფერი. შეზღუდვა შეეხებათ მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვებულებსაც. იკონსულის ინფორმაციით, მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვებულებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სტატუსის მიღების პროცესი ჩერდება. სტატისტიკის მიხედვით 2024 წლის გათამაშებაში საქართველოსთან მწვანე ბარათი 3194-მა მოქალაქე მოიპოვა. 2025 წლის გათამაშებაში კი მწვანე ბარათი საქართველოს 1342 მოქალაქეს ერგო. როგორც ცნობილია, 2025 წლის 19 დეკემბერს შტატებმა მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. 14 იანვრის გადაწყვეტილებით კი მწვანე ბარათის უკვე არსებულ გამარჯვებულებს, რომლებსაც საიმიგრაციო ვიზა აქამდე არ აუღიათ, მისი აღების პროცესი შეუჩერდათ. საიმიგრაციო ვიზებში შედის დიდი ლოთარის გამარჯვებულებიც, იმიტომ რომ ისინიც იმიგრაციაში გადადიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი და არა მარტო საიმიგრაციო ვიზების მქონე უკვე ჩანიშნული გასაუბრებები, ვისაც აქვს, მათი გასაუბრებები ჩვეულებრივად მიმდინარეობს და მათ შეუძლიათ 21 იანვრის შემდეგაც გავიდნენ გასაუბრებაზე, თუმცა მათი кейსები გადავა ადმინისტრაციულ განხილვაში, რაც ნიშნავს იმას, რომ დროებით შეჩერდება, დაპაუზდება და როდესაც უკვე გაიდლაინები სრულად გაიწერება, უკვე დაუბრუნდებიან და მათზე ვიზა გაიცემა, ან არ გაიცემა, ეს უკვე ზუსტად აი ამ რეგულაციების და გაიდლაინების ცვლილებების მიხედვით იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეზღუდვები არ ვრცელდება არასაიმიგრაციო ტურისტულ, სასწავლო, საქმიანი ვიზიტის ვიზებზე, რაც შეეხება ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკას, რომლის პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეებზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10335 ვიზა გასცა, რაც ბოლო 10 წლიან პერიოდში ვიზების ყველაზე დიდი რაოდენობა იყო. 2023 წელს არასაიმიგრაციო ვიზების რიცხვი 9730 იყო. 2022-ში საქართველოს მოქალაქეებზე 4172 ვიზა გაიცა, ხოლო 2021 წელს კი 1391 ვიზა. საქართველოს შესაძლოა იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდეს, სადაც უძრავ ქონებაში ტოკენიზაციის ტექნოლოგია დანერგილი. საქართველოს მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას დუბაიში დაფუძნებულ კომპანია პრიპკოსთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანით საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ციფრული ტრანსფორმაცია და ინვესტიციების მოზიდვა. გაფორმებული მემორანდუმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ პრიპკო ტექნოლოჯის ფლობს პროდუქტ პრიპკო მინც, რომელიც უძრავი ქონების ტოკენებად დაყოფას და ტოკენების სახით რეალიზაციას გულისხმობს. ქართული ოცნების მთავრობაში ამბობენ, რომ თანამშრომლობის მიზანია მსგავსი ტექნოლოგია საქართველოშიც დაინერგოს. საქართველოშიც უნდა დაინერგოს მსგავსი ტექნოლოგია, რაც შესაძლებლობას მისცემს უცხოელ ინვესტორებს საქართველოში შეიძინონ უძრავი ქონება, მათ შორის ტოკენიზაციის მეშვეობდეს გულისხმობს იმას, რომ ბევრ წვრილ ინვესტორს შესაძლებლობა ექნება იყიდოს საქართველოში ჩამოუსვლელად ინვესტირების მიზნით უძრავი ქონება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი გახდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისათვის. უძრავი ქონების ტოკენიზაცია გულისხმობს საცხოვრებელი ბინის ანდაც კომერციული ფართის ციფრულ აქტივად, ანუ ტოკენებად გადაქცევას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც ქონების ნაწილობრივ ფლობის საშუალებას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კი მაგალითად ფიზიკურ პირს არ აქვს საკმარისი თანხა სრულად შეიძინოს საცხოვრებელი ბინა, მას შედარებით მცირე ინვესტიციით შეუძლია ტოკენის სახით შეიძინოს, მაგალითად ბინის 1%, ანდაც უფრო მცირე წილიც და ბინის გადაყიდვის, ან გაქირავების შემდეგ შესაბამისი სარგებელიც მიიღოს. საქართველოს უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში ამ ტექნოლოგიის დანერგვა ერთი მხრივ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის უძრავ ქონებაზე წვდომას გაზრდის. მეორე მხრივ კი თავად დეველოპერულ კომპანიებს დამატებით ლიკვიდობას და დაფინანსების წყაროს შეუქმნის. თუ მაგალითად ბინა არის $50,000 და თქვენ არ გაგაჩნიათ $50,000 შეიძინოთ ერთმლიანობით ბინა, ტოკენიზაცია იძლევა ამ ასე ვთქვათ ბინის ჭალებში დანაწევრების საშუალებას. შესაბამისად $50,000 ბინაზე, $50,000 ბინაზე ჩვენ შეგვიძლია გამოუშვათ პირობითად საუბრობ $50,000 ტოკენი, ანუ ვირტუალური აქტივი, რომელიც შეიძლება პოტენციურმა ინვესტორმა შეიძინოს. ეს
უფრო ფართო აუდიტორიას აძლევს წვდომას, ინვესტორების უფრო ფართო აუდიტორიას აძლევს წვდომას უძრავ ქონებაზე. მას შემდეგ რაც ბინა გადაიყიდება უკვე დასრულებისკენ და ის ამონაგები ბინის რეალიზაციიდან დაგენერირდება, შემდეგ მისი განაწილება მოხდება უკვე ამ ტოკენების ფლობელებზე. გავს ინსტრუმენტები, დაფინანსების წყაროები, ლიკვიდურობას გააჩნს, დამატებით ლიკვიდურობას გააჩნს სექტორში, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ჯერ ერთი მოთხოვნა გაიზრდება და შესაბამისად მოთხოვნის და გაზრდის პარალელურად დამატებითი ლიკვიდურობის გაჩენის პარალელურად ახალი პროექტების განხორციელების საშუალება გვექნება. მიღმა ახალი შესაძლებლობების და სარგებლისა, ბუნებრივია, როგორც ყველა ციფრულ აქტივს, ტოკენიზაციის ტექნოლოგიასაც თან ახლავს არაერთი გამოწვევა, მათ შორის აქტუალურია საკითხი, რამდენად დაცულ იქნება ციფრულ აქტივებზე მომხმარებლის საკუთრების უფლება სხვადასხვა თაღლითობებისგან, ანუ ეგრეთ წოდებული ფროდებისგან. ამიტომ სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ტექნოლოგიის საქართველოში დანერგვის შემთხვევაში ტოკენიზაცია ფასიანი ქაღალდების შეთავაზებასთან უნდა იყოს გათანაბრებული, ეროვნული ბანკის რეგულაციების სფეროში უნდა მოექცეს. ეს უნდა იყოს აუცილებლად რეგულირებადი ბიზნესი, აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს ფორმატი თუ როგორ მოხდება იმ აქტივის მართვა, რომელიც წარმოადგენს რეალურ აქტივს ამ ტოკენის უკან, ასე ვთქვათ, ტოკენი გამოშვებული იქნება რაღაცა აქტივის სანაცვლოდ, ხომ? და იმ აქტივის მართვაში გულისხმობ რას? ანუ ყიდვა და შემდგომ მისი გადაყიდვა ან გაქირავება უნდა განახორციელოს პროფესიონალმა მენეჯერმა, პროფესიონალმა კომპანიამ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს რეგულირებადი. უძრავ ქონებაში ტოკენიზაციის ტექნოლოგია ამჟამად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია დანერგილი, მათ შორის ამ მიმართულებით ერთ-ერთი აქტიური ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროებია. ამჟამად გლობალურად ამ ბაზრის მოცულობა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ფარგლებშია და სხვადასხვა გათვლებით. მისმა მოცულობამ 2034 წლისთვის 20 მილიარდს უნდა მიაღწიოს. საკონსულტაციო კომპანია კლარსენის დამფუძნებელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ტოკენიზაციის ტექნოლოგია საქართველოში საწყის ეტაპზე საპილოტო რეჟიმში დაინერგოს, რათა მაქსიმალურად შეფასდეს სხვადასხვა რისკები და საკითხები. მაგალითად, როგორ იქნება ტოკენის ტექნოლოგია საჯარო რეესტრის მიერ აღიარებული, ასევე რამდენად დაცული იქნებიან სხვადასხვა კიბერშეტევებისგან ციფრული აქტივების მფლობელები. ტოკენიზაცია ამარტივებს, ასე ვთქვათ, ოპერაციებს, უძრავი ქონების შესყიდვის, ფრაქციული ფლობის შესაძლებლობას იძლევა ინვესტორებისთვის, რომელსაც აინტერესებს უძრავ ქონებაში ინვესტირება, შეძენა უძრავი ქონების, რომელიც მომავალში შესაძლებელია გაძვირდეს და იქიდან მიიღონ შემოსავალი. რა თქმა უნდა, ტოკენის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგულაციურ დონეზე არის მნიშვნელოვანი, როგორ მოხდება ტოკენის დაკავშირება უძრავ ქონებასთან და მფლობელობითი გადაცემა როგორ მოხდება. მფლობელობის გადაცემა როგორ მოხდება. აღიარებული იქნება თუ არა ეს მაგალითად საჯარო რეესტრის მიერ ტოკენის ფლობა უძრავი ქონების ფლობა და როგორ დაუკავშირდება აღნიშნული ტოკენი ამ უძრავ ქონებას. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ნებისმიერ დიჯიტალ ტექნოლოგიებს ახლავს საოპერაციო კიბერრისკები, მიკროდონეზე რო შევეხოთ მაგალითად როგორ მოხდება ამ ტოკენის შენახვა, რამდენად დაცული იქნება ეს ტოკენი. საქართველოს მთავრობასა და დუბაიში დაფუძნებულ კომპანია პრიპკოს შორის თანამშრომლობას ჯერჯერობით მემორანდუმის სახე აქვს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რა ვადებში შეიძლება დაინერგოს საქართველოში უძრავ ქონებაში ტოკენიზაციის ტექნოლოგია. თავის მხრივ, კომპანია პრიპკო დუბაის ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანიის დამაკის შვილობილია. დამაკის აქტივების ღირებულება 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად 9 მილიარდ დოლარს აღწევდა. 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 2.4 მილიარდი დოლარი, მოგება კი 1.1 მილიარდი დოლარი იყო. ენერგეტიკის სექტორი 1 მილიარდი ლარის ჯარიმების ჩამოწერის პირობების მოლოდინშია. ამის შესახებ BMG TV-ს გადაცემა წერტილში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა, ყოველდღიურად მინიმუმ 3-4 ზარი მაინც შემოდის ჩემს ტელეფონზე, სადაც მთხოვენ კომუნიკაციას ეკონომიკის სამინისტროსთან, აცხადებს მაია მელიქიძე. როგორც ირკვევა ენერგეტიკის დარგის ინვესტორებმა, ამ დრომდე არ იციან კრიტერიუმები, ვის და როგორ ჩამოეწერება ჯარიმები.
დიდი თხოვნა გვაქვს სამინისტროს მიმართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რომელ პროექტებზეა კონკრეტულად საუბარი, თუ რომელ კომპანიებზეა კონკრეტულად საუბარი, რა თანხები არის ალოკაციის თვალსაზრისით კონკრეტულ კომპანიაზე, იმიტომ რომ ამის შესახებ დაახლოებით 2 თვის წინ გაკეთდა განცხადება და სექტორი ახლა ჩათვალეთ ყოველდღიურ რეჟიმში მინიმუმ 3-4 ზარი მაინც შემოდის ჩემ ტელეფონზე, სადაც თხოვენ კომუნიკაცია სამინისტროსთან იმასთან მიმართებაში, თუ რა ხდება თქვათ კონკრეტული უშუალოდ უკვე კონკრეტული ინვესტორის თავს მემორანდუმების ჭრილში. ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა დადასტურებით ვიცით, რომ არსებობს კონკრეტული ინვესტორები და კონკრეტული პროექტები. ჩვენ რაც ვიცით სამინისტროსგან არის ის, რომ აუცილებლად შედგება შეხვედრა კერძო სექტორსა და სამინისტროს შორის, სადაც კონკრეტულად გაცხადდება უკვე ეს ინფორმაცია. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სექტორს ყოველთვის ეჩქარება, ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნა კერძო სექტორის, იმიტომ რომ დროფულია და ინვესტორებს რა თქმა უნდა აქვთ სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ინვესტიცია და თქვენთვის რამდენადად გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, ფულის პრობლემა ქვეყანაში არ არის. ანუ ინვესტიციის თანხის პრობლემა არ არის, აქ არის უკვე ბიუროკრატიის ნაწილი. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოში მსხვილი ჰესები აშენდეს და პირველ რიგში ამ კუთხით პოტენციალი ხუდონ ჰესს აქვს. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს მარტო აშენებს ამ ჰესს თუ ინვესტორთან ერთად. მელიქიძის ინფორმაციით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის აშენებით დაინტერესებული ინვესტორი უკვე არსებობს. ობიექტურად რომ შევაფასოთ, ხომ, NK-ს თემა ჯერ კიდევ კრიტიკულია გამოხანთან დაკავშირებით, ამიტომ სანამ არ დასრულდება ეს პროცესი, მანამდე ჩვენ ვერ დავინახავთ ახალ შესაძლებლობას. მეორე გახლავთ ნენსკრა. ნენსკრას ჯერ კიდევ ყავს მასის ძველი ინვესტორი, რომელთანაც მიმდინარეობს რეალურად მოლაპარაკება, რომ სახელმწიფომ წამოიღოს ეს პროექტი. რაც შეეხება ხუდონს, ხუდონთან მიმართებაში არის რამდენიმე ვარიანტი პროექტისა და ახლა ჯერი უკვე არის სახელმწიფოზე, როგორ მოიქცება. ადგება და შეიძლება ითქვას საკუთარ თანხებს, რომლის მომხრენიც ჩვენ ვართ. ჩადებს ხუდონის მშენებლობაში თუ ნახავს რეალურად ინვესტორს და ორივეს თანხwebdrift შეეცდება რომ ააშენოს. მე პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ არ გამოვრიცხავ ძალიან საინტერესო ინვესტორი იყოს დღეს რიგში, რომელიც მზად არის ხუდონში ჩადოს თანხა, აქ უკვე უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო, თვითონ შევა თუ ამ ინვესტორთან ერთად შევა. დამოუკიდებლად პირდაპირ ვიტყვი ცოტა რთული იქნება იმ პრობლემატიკის გათვალისწინებით, რაც ჩვენ წინ დახვდა. 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით 327 მილიონ 900.000 დოლარი შემოვიდა. წლიური ზრდა 18.4%, ანუ თითქმის 53 მილიონი დოლარია. სების მიერ გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მილიონ დოლარს აღემატებოდა. იმავე 29 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა. გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. შეერთებული შტატებიდან საქართველოში 63.7 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 58.6 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი 43.4 მილიონი დოლარით. მეოთხე ადგილზეა გერმანია, საიდანაც დეკემბერში 30.2 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო ხუთეულს ხურავს საბერძნეთი 27.5 მილიონი დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან გასული წლის დეკემბერში ჯამურად 152.6 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 18.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის დეკემბერში საქართველოსთან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.9%-ით მეტია. საქსტატის ინფორმაციით დეკემბერში ქვეყანაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250 ლარი და 90 თეთრი იყო. ეს მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით 20 ლარითა და 40 თეთრით მეტია, თუმცა 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 4.5 ლარით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარი იყო. ნოემბერში ეს ფასი 255.4 ლარი იყო, ხოლო 2024 წლის
დეკემბერში 230.5 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება შრომის უნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით ის 283 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა. ნოემბერში ეს მაჩვენებელი 288 ლარი და 40 თეთრი იყო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260 ლარი და 30 თეთრი. შეგახსენებთ, რომ საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. ინდუსტრიული რძის წარმოების თითქმის 40-45% ლაბორატორიულ შემოწმებას ვერ გადის. რძის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში წლიურად დაახლოებით 50 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული რძე იწარმოება, 20 მილიონ litrზე მეტი პროდუქტი ფერმერებს უკან უბრუნდებათ ან იხურება. ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც 2024 წელს რძეში ალფა-ტოქსინების შემცველობა გამკაცრდა და ზედაზღვარი 0.5 მიკროგრამიდან 0.5 მიკროგრამზე ჩამოვიდა. ეს ევროპული სტანდარტია, რომლისთვისაც როგორც რძის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ქართული ნიადაგის საკვები ბაზა და საწყობები ჯერ მზად არ აღმოჩნდა. ამან გამოავლინა ის, რომ სექტორი და ზოგადად ქვეყანა არ აღმოჩნდა მზად ამ გამოწვევისათვის და ამ კონტროლის მექანიზმების სრულყოფილად დანერგისათვის. ის აფლატოქსინი, რომელსაც მე აღმოაჩენს ხოლმე ძლეში სოციალური სააგენტო და ლაბორატორია, მოდის სწორედ საკვებიდან. ეს ეხება როგორც სიმინდს, ნათხოვნების კენს და ხორბალს და შემდეგ, ასე ვთქვათ, იმპორტირებულ საკვებს პირუტყვისათვის. საჭიროდ ჩავთვალეთ ორივე ასოციაციამ, რომ იგვემართა სამინისტროსთვის და ხოვნით, რომ ეს ნიშნული ყოფილიყო 0.5 და ეს მაჩვენებლები არანაირად საზიანო არ არის პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუნდაც რამდენიმე წლით და აქ საუბარია ბავშვთაკვებაზე და ბავშვთაკვება 0.5-ზე დარჩეს, ეს იქნება კარგი ნაბიჯი იმისთვის, რომ ადგილობრივ ფერმერებს არ შეექმნას პრობლემა. ბიზნესის შეფასებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სტანდარტების განკაცრება აუცილებელია, თუმცა პროცესის ფორსირებულმა ხასიათმა დარგი დარქმის ქვეშ დააყენა, რადგან დარღვევები, რომლებსაც ლაბორატორია პოულობს, ხშირად მინიმალური 0.6 მიასედი ან 0.7 მიასედი მიკროგრამის ფარგლებშია. თუმცა კანონმდებლობით ასეთი რძე განადგურებას ექვემდებარება. დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პროცესი პირდაპირ აზარალებს როგორც ადგილობრივ წარმოებას, ისე მომხმარებელსაც. რძის დეფიციტის შესავსებად საწარმოები იძულებულნი ხდებიან გაზარდონ რძის ფხვნილის იმპორტი, რაც ქართული ნედლი რძის განვითარების პერსპექტივას კლავს. ევროკავშირს თუ შევედრებით, ჩვენ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდნენ აქეთკენ და იქ თქვათ ლოჯისტიკურად, ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიური თვალსაზრისით და კონტროლის მექანიზმების თვალსაზრისით იმ ეტაპზე არიან, რომ მათ ძალუძს, რომ ეს ყველაფერი გააკონტროლონ და ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ვართ ჩვენ ინფრასტრუქტურულად მომზადებული ისე, რომ ეს ყველაფერი გავაკონტროლოთ, ამიტომ ეს დარგს ფაქტობრივად შეიძლება ამას შეიძლება დარგი განადგურების პირადაც კი მიიყვანოს. ამიტომ ჩვენ განსაცდელად ან უნდა რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, შევეგულოთ იმას, რაც ხდება ქვეყანაში და ამას შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ იმპორტირებული პროდუქცია გაბატონდება ჩვენს ქვეყანაში, ან იმაზე ვიფიქროთ, რომ რაღაცნაირად საწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე რაღაცა პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელოთ ეს ცვლილებები. თვითონ ეს აფლატოქსინი B1 შეიძლება წამოვიდეს მინდვრიდან, თვითონ იყოს მარცვლებულშიც, აგრეთვე შემოტანილ შროტების ნაწილშიც ფიქსირდება, ამიტომ აქ არის თლიანი ჯაჭვი, როგორც მოსავალი, აგრეთვე შენახვის პირობები. ზოგადად იცით, რომ ჩვენ ახლა ევროკავშირს ვერ შევედრებით, იმიტომ რომ აქ არის დიდი დაფინანსებები, სუბსიდირება. რძის მწარმოებლების სურვილია სექტორს გარდამავალი პერიოდი მიეცეს და გარკვეულ ეტაპამდე დარგი ძველნიშნულს ალფა-ტოქსინების 0.5 მიკროგრამიან მაჩვენებელს დაუბრუნდეს, რაც სექტორის წარმომადგენლების განმარტებით კოდექს ალიმენტარიუსის მიხედვით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და დღემდე მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ეს საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რძის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს. დარგის განვითარებისთვის და იგივე ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ მოახდენს, თუნდაც რამოდენიმე წლით მოხდეს ამის დაბრუნება იმ ნიშნულზე, რაც არის წამყვან ქვეყნებში, გარდა ევროკავშირისა და დანარჩენ ქვეყნებში და ამას მივყვეთ და ამით მთელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რაც არის სასურსათო უსაფრთხოების
საფუძველი, ესე ვთქვათ. ჩვენ ქონდა რამოდენიმე საკითხი მიმდინარე გასავლელი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მდგომარეობით არის ბაზარზე და ამ სექტორში ზოგადად და ასევე ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც მიმდინარე წლიდან იქნება ჩაშვებული გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან და დაიხმარება როგორც ადგილობრივ სექტორს, ასევე საბოლოო მომხმარებლის ინფორმირების კუთხით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯები. სექტორის კიდევ ერთი სურვილი არალეგალური წარმოების კონტროლის განკაცრება და ნედლირწის წარმოების ახალისება იყო. შეხვედრაზე ითქვა, რომ უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ალფა-ტოქსინების საკითხზე გადაწყვეტილება შეიმუშავებს. დარგის წარმომადგენლები სამინისტროსთან მომდევნო სამუშაო შეხვედრის გამართვასაც ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო მათ არგუმენტებს გაიზიარებს.